როგორც მოსალოდნელი იყო პირველი ტრანსგენდერის, ანუ ვითომ ქალად გადაკეთებული კაბიანი მამრის სარა მაგბრაიდის არჩევა შეერთებული შტატების კონგრესში ბევრ უხერხულობას გამოიწვევდა კაპიტოლიუმში. მით უმეტეს, რომ LGBT თემისთვის ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა ტრამპის გაპრეზიდენტებას და ამერიკაში ანტი-LGBT პოლიტიკის გააქტიურებას დაემთხვა. ლიბერალიზმის ანატომიაში სარა მაგბრაიდზე ბევრი გვისაუბრია, თუმცა როგორც ჩანს, წივ კიდევ ბევრი გვექნება მასზე სალაპარაკო. ჯერ იყო და ხომ გადაგვაყოლეს მის ქალების ტუალეტში სიარულის დაუოკებელ სურვილს. თითქოს ამერიკაში მეტი არაფერი ადარდებთ, გარდა იმისა, რომელ საპირფარეშოში შევა სარა მაგბრაიდი. არადა ამ სარას ქალის მხოლოდ კაბა აცვია და პომადა უსვია, თორემ ყველა მამაკაცური ღირსება თავის ადგილზე აქვს. აი ყოვლად გაუგებარია, რატომ უნდა უნდოდეს მამაკაცის გენიტალიების მქონე ადამიანს ქალების ტუალეტით სარგებლობა. თუ რა თქმა უნდა, გარყვნილების პროპაგანდა და გაუკუმართებული ცხოვრების წესის გავრცელება არაა მისი მთავარი მიზანი. და როგორც ჩანს არის, რადგან თემა შეუშვით სარა ქალების ტუალეტში ტრანსგენდერების საპროტესტო აქციის საბაბიც გახდა. რამდენიმე დღე კაპიტოლიუმის საპერფარეშო ბლოკირებული იყო და პომადიანი კაცები კი არა, ჯანმრთელი ქალებიც ვერ სარგებლობდნენ ამ ძალიან საჭირო ოთახით. რამდენიმე დღის წინ კი მაგბრაიდთან დაკავშირებით კონგრესში ახალი სკანდალი აგორდა, რომელიც საკომიტეტო მოსმენის ჩაშლითაც კი დასრულდა. მოკლედ კონგრესის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე ქვეკომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ კიტ სელფმა სარა მაგბრაიდს სიტყვით გამოსვლის უფლება მისცა. ოღონდ ეს ისე გააკეთა, მთელი ტრანს ამერიკა დღემდე აღშფოთებულია. კიტ სელფმა ყველას გასაგონად განაცხადა, სიტყვა ეძლევა კონგრესმენს დელავერიდან ბატონ მაგბრაიდსო. ტრანსგენდერების გადაგვარებულ აზროვნებას და შიზოფრენიულ სტანდარტებს თუ არ მივიღებთ ხედველობაში, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. აბა როგორ უნდა მიმართო ადამიანს, რომელსაც კაცის სასქესო ორგანოები აქვს და მხოლოდ ფერუმარილით და კაბით თუ წააგავს ქალს. გარდა ამისა, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ამერიკაში ახლა დამოქმედებული კანონითაც სრულიად მართალი იყო. მეორე თვეა პრეზიდენტის განკარგულებით ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და მამაკაცი. არანაირი მესამე, მეოთხე და 70-ე არ არსებობს. ადამიანი არის იმ სქესის, რომლითაც დაიბადა. მაგბრაიდი კი კაცად დაიბადა და მთელი თავისი სასქესო ატრიბუტები, რომც მოიჭრას და ყველაზე მაღალ ქუსლებზე რომც შემოსკუბდეს, მთელი თავის ცხოვრება მაინც იქნება კაცი. ბუნებრივია, როგორც ტრანსების წესია, კონგრესმენი დელავერიდან, როცა მას ბატონობით მიმართეს, სასტიკად აღშფოთდა და მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრა, კიტ სელფს ქალბატონი თავმჯდომარე უწოდა. აქ მაგბრაიდი ნამდვილად დაუკრეფავში გადავიდა, რადგან მისტერ სელფი როგორც დაიბადა მამაკაცად, ისევეა მამაკაცი დღეს და რამდენადაც ცნობილია, მამაკაცად ყოფნას აპირებს მთელი ცხოვრება. ასე რომ, კაცისთვის ქალის დაძახება იმის გამო, რომ მან კაცი უწოდა, რბილად რომ ვთქვათ, უზრდელობაა. თუმცა არანორმალური მსოფლმხედველობის ადამიანები ამერიკის კონგრესში მაგბრაიდის თანაგუნდელების სახით კიდევ ძალიან ბევრნი არიან. გულისხმობ ლიბერალური აზროვნების დემოკრატებს, რომლებიც გარყვნილების გავრცელების პიონერები არიან მთელ მსოფლიოში. ხო და როგორ არ გამოესარჩლებოდნენ ეს ფსევდოლიბერალები თავიანთ ტრანს კოლეგას. პირველმა თავი გამოიდო ქვეკომიტეტის მთავარმა დემოკრატმა ბილ კიტინგმა. აქაოდა ქალბატონია დასაცავიო და რესპუბლიკური თავმჯდომარე უტიფრად გამოვანძღა. ეს რა გაიგონა ჩემმა ყურებმაო, შესძახა კიტინგმა. ქალბატონ სარას მისტერ მაგბრაიდი უწოდეთო? კიო თავმჯდომარე მისტერ მაგბრაიდია და აბა როგორ უნდა მეთქვაო? ხომ არ დაგავიწათ, რომ ამერიკაში მხოლოდ ორი სქესი არსებობსო? ამაზე ლიბერასტი ბილ კიტინგი მთლად გადაერია და ღია შეურაცხყოფაზე გადავიდა. რესპუბლიკელ თავმჯდომარეს უთხრა, რომ ნორმალური არ ხარო, მერე დაამატა, რომ უწესო ადამიანი ხარო და ბოლოს გამოუცხადა, რომ კარგად არ გიცნობ, მაგრამ უკვე ვიცი, რომ უკულტუროც ხარო. კიტ სელფი შეეცადა სხდომის გაგრძელებას, მაგრამ დემოკრატები ვირზე შეჯდნენ. სანამ სარას ქალბატონად არ მოიხსენიებ, სხდომას არ გაგაგრძელებინებთო. არ გინდათ და ნუ გინდათო, უთხრა თავმჯდომარემ. თუ გინდათ ყირაზე გადადით, სქესი მაინც ორი იქნება ყოველთვის, ქალი და კაციო. თქვა სელფმა და სხდომა დახურა. კონსერვატიულად განწყობილი მთავრობის დაბრუნებამ და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ლობისტების სამთავრობო წრეებიდან ჩამოშორებამ ამერიკის შეერთებული შტატები ნელ-ნელა ჯანსაღ რელსებზე გადაბარგების გზაზე დააყენა.
დონალდ ტრამპის ანტი-LGBT პოლიტიკურმა კონცეფციამ საღად მოაზროვნე ამერიკელებს საკუთარი აზრის უფრო მკაფიოდ გამოხატვისკენ უბიძგა, რაც ძირითადად დაფუძნებულია ტრადიციულ ღირებულებებზე, რელიგიურ რწმენასა და ოჯახის ინსტიტუტის დაცვის პრინციპებზე. ბუნებრივია ამერიკაში კონსერვატიულად განწყობილი საზოგადოება ვერ ეგუება 10 წლეულების განმავლობაში დამკვიდრებულ გარყვნილებას, რომელიც პირდაპირ საზოგადოების მორალური დეგრადაციისკენაა მიმართული. თავისთავად ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს და ტრანსგენდერების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ვერც გაუკუღმართებული ცხოვრების სტილის გამავრცელებლები ეგუებიან, ასე რომ ისინი ყველა მეთოდის გამოყენებით საკუთარი უფლებების განმტკიცებას ჯანმრთელი საზოგადოების დაკნინებისა და შეურაცხყოფის ხარჯზე ახერხებენ. ამჯერად შეერთებულ შტატებში ატეხილი აჟიოტაჟი ტრანსგენდერ სენატორს სარა მაგბრაიტს უკავშირდება. ეს ის დემოკრატიული პარტიის წევრი პომადიანი მამრი გახლავთ, რომელიც ნოემბერში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში აერჩიეს. მაშინ მთელი ფსევდოლიბერალური სპექტრი ამ გრანდიოზულ მოვლენას დიდი ოვაციებით შეხვდა, რადგან ისტორიაში პირველად ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ღიად ტრანსგენდერი და სექსუალური უმცირესობების უფლებების აქტიური მხარდამჭერი გახდა. მოგეხსენებათ, ეს LGBT პროპაგანდისტი აქტიურად უჭერს მხარს საკანონმდებლო ინიციატივებს თანასწორობის, ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ. მაგბრაიდმა პირველ რიგში ისიც იცის, თუ სად შეიძლება LGBT პროპაგანდის გავრცელება. შესაბამისად, იგი ზეგავლენის მოხდენას ყველაზე დაუცველ ფენაზე ახორციელებს. ასე რომ ძირითადად მისი აქტივობები კონცენტრირებულია ტრანსგენდერი ბავშვებისა და მოზარდების უფლებების მხარდასაჭერად, რომლებიც თურმე ამ მხრივ განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებენ. ვცდილობ LGBT ბავშვებს გავაგებინო, რომ არ არსებობს არასწორი გზა იმის მისაღწევად, რათა იყო ის, რაც ხარ. გახსოვდეთ, თქვენს მხარდასაჭერად არსებობს საზოგადოება, რომელიც რაც არ უნდა მარტო იყოთ, თქვენს დასახმარებლად ყოველთვის იბრძოლებს. ყველას ემუქრება გაურკვევლობა, იქნება ეს სექსუალური ორიენტაცია თუ გენდერული იდენტობა. საზოგადოება თქვენ გაჯერებთ, რომ ამის უნდა გრცხვენოდეთ, მაგრამ ჩვენ LGBT თემი ამან პირიქით გაგვაძლიერა და სიამაყის გრძნობით წინ წავედით. თუმცა ამ ქალად გადაკეთებული მამრის არჩევას ამერიკის კონგრესში ბუნებრივია მოწინააღმდეგეები წყავს, რომლებიც საკანონმდებლო სივრცეში ასეთი გარყვნილების გამავრცელებელი სენატორის არსებობას ეწინააღმდეგებიან. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებდა, რომ დემოკრატიული პარტიიდან არჩეული პირველი ტრანსგენდერი კონგრესმენის სარა მაგბრაიდის წინააღმდეგ რესპუბლიკელმა ქალებმა რამდენიმე თვის წინ კანონპროექტი მოამზადეს და ამ კაბაში გამოწყობილ მამაკაცს ქალების საპირფარეშოთი სარგებლობა შეუზღუდეს. ბუნებრივია არა მხოლოდ ამ ღიად ტრანსგენდერ სენატორს, ყველა მსგავს პერსონაჟს მიუთითეს, რომ ამიერიდან ივლიან იმ საპირფარეშოში, რომელიც მათ დაბადებისას თანდაყოლილ სქესს შეესაბამება. სარა მაგბრაიდი ბიოლოგიურად კაცია, რომელიც ქალთა სივრცეებში შეჭრას ცდილობს. მე არ ვაპირებ იმის მოთმენას, რომ მემარცხენე რადიკალები ცდილობენ ქალთა უფლებების შელახვას. ამ კანონპროექტს შემდეგ სესიაზე წარვადგენ, მაგრამ სარა მაგბრაიდს არ აქვს ხმის მიცემის უფლება. ეს ეხება მხოლოდ ქალებს. მე არ მინდა ვხედავდა კაცს ქალების საპირფარეშოში. მაგრამ ეს ერთადერთი პომადიანი მამაკაცი კონგრესში ახერხებს და ტრანსგენდერების ხილვადობისკენ მიმართულ პოლიტიკურ დღის წესრიგს მაინც ქმნის. სულ რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტის ხდომა კონფრონტაციის ფონზე გაიმართა. კით სელფმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ქვეკომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ გადადო მოსმენა და ეს მას შემდეგ, რაც მას სარა მაგბრაიდის, კონგრესის პირველი ქალად გადაკეთებული მამაკაცი წევრის ბატონობით მიმართვის გამო დაუპირისპირდნენ. ტრანსგენდერმაც არ დააყოვნა და მისთვის დამაკნინებელ მიმართვაზე რესპუბლიკელ კონგრესმენს შეურაცხყოფით უპასუხა. ახლა სიტყვას ვაძლევ დელავერის წარმომადგენელს ბატონ მაკბრაიდს. მადლობა, ქალბატონო თავმჯდომარე. ნორმალური ადამიანისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა, თუმცა ამ გარყვნილების გამავრცელებლებმა აჟიოტაჟი ატეხეს იმაზე, რომ კონგრესმენი მამაკაცი, რომელიც სრულფასოვან ქალად მიიჩნევს თავს, მის მიმართ თურმე კანონმდებლებმა შესაბამისი მიმართვებიც უნდა გამოიყენონ. მოსმენა დაგეგმილი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის, იარაღის კონტროლის პოლიტიკის, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ევროპისთვის ამერიკის მხარდაჭერის საკითხების განსახილველად, თუმცა ტრანსგენდერების დაცვის სივრცედ გადააქციეს.
კესი მაგბრაიდის სადარაჯოზე ქვეკომიტეტის მთავარი დემოკრატი კონგრესმენი ბილ კიტინგი გამოვიდა, რომელმაც ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ქვეკომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე დაამცირა და შეურაცხყოფელად მოიხსენია. დემოკრატი კიტინგი ამერიკის კონგრესის ისტორიაში პირველად ღიად ტრანსგენდერის მაგბრაიდის მიმართ თავმჯდომარის მიმართვამ განარისხა და მას ქალად გადაკეთებული მამრის შესაფერისად მოხსენიებისკენ მოუწოდა. ბატონო თავმჯდომარე, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გაიმეოროთ თქვენი მიმართვა. გაიმეორეთახლავე. რა თქვით, როდესაც წარადგინეთ კანონიერად არჩეული წარმომადგენელი მაგბრაიდი? კი ბატონო, მე მივმართავ ბატონ მაგბრაიტს. თქვენ არ ხართ ნორმალური. თქვენ არ გაგაჩნიათ წესიერება. მართალია მე თქვენ ცოტა გაგიცანით, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ღირსეული საქციელი. თქვენ ამ სხდომას ჩემთან ერთად ვეღარ გააგრძელებთ, სანამ თქვენ არ წარადგენთ კანონიერად არჩეულ წარმომადგენელს, ისე როგორც მას შეეფერება. რესპუბლიკელმაც არ დააყოვნა ტრანსგენდერების სადარაჯოზე გამოსულ დემოკრატს განუმარტა, რომ უნდათ თუ არ უნდათ სქესი მაინც ორი იქნება. ამის შემდეგ კიტსელფმა ჩაქუჩი დაარტყა და მოსმენა დასრულებულად გამოაცხადა. ტრანსგენდერების სპექტაკლად ქცეული სხდომის ჩაშლის შემდეგ ჯენტლმენმა დემოკრატმა კიტინგმა ტრანსგენდერ მაგბრაიტს მხარდაჭერის ნიშნად მხარზე ხელი დაადო. ტრანსგენდერების უფლებების სადარაჯოზე გამოსულ ლიბერასტებსაც მეტი რა უნდოდათ და ამ ამბიდან მთელი ისტორია შექმნეს. LGBT თემის ადვოკატირების ჯგუფებმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ქვეკომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარის კიტსელფის მიმართვა მთელ LGBT საზოგადოებაზე მიზანმიმართულ თავდასხმად შერაცხეს. თურმე როგორ გაბედა და ტრანსგენდერი კანონმდებლის მიმართ არასწორი გენდერული ენა როგორ გამოიყენაო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უარყოთ ის იდეა, რომ ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ არის ლეგიტიმური და ვინ არა, ვის აქვს უფლება არსებობდეს და ვის არა. ყველა მარგინალიზებულ უმცირესობას აკრიტიკებს და ტრანსგენდერები ამ ტენდენციის მხოლოდ ერთი ნაწილია. ამ ქვეყანაში ყველა მარგინალიზებული ადამიანის მხარდასაჭერად ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა, ხმა უნდა ავიმაღლოთ. თუმცა ამერიკაში გარყვნილების გამავრცელებლების ეს პროპაგანდისტული კამპანია გარდაუვალი იყო. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ტრამპის პოლიტიკამ და LGBT პროპაგანდისტების წინააღმდეგ მიმართულმა განკარგულებებმა მათი ყოფა ქვეყანაში გაუსაძლესი გახადა. სავარაუდოდ LGBT ლობისტების მიერ ტრანსგენდერების მსხვერპლად წარმოჩენის კამპანია მომავალშიც არაერთგვაროვანი იქნება. დიდი ალბათობით ფსევდოლიბერალები და LGBT პროპაგანდისტები შეეცდებიან ეს ინციდენტი წარმოაჩინონ როგორც მაგალითი იმისა, თუ რატომ არის საჭირო ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვა და მათი პატივისცემა. ტრანსგენდერებთან დაკავშირებული შეხლა-შემოხლა და შელაპარაკება შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კაბინეტებში უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. გახსოვთ ალბათ ერთი თვის წინ, როგორი დაპირისპირება გაიმართა პრეზიდენტ ტრამპსა და მეინის შტატის გუბერნატორს ჯენეტ მილს შორის. იმის გამო, რომ დემოკრატმა გუბერნატორმა უარი თქვა ტრანსგენდერებისთვის ქალთა სპორტში მონაწილეობის აკრძალვაზე. ტრამპი მაშინ დაემუქრა მილს, რომ ფედერალურ დაფინანსებას დაემშვიდობეო. გუბერნატორი კი პრეზიდენტს დახპირდა სასამართლოში შევხვდებითო. ჯერჯერობით სიტყვის კაცი ტრამპი აღმოჩნდა. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა მეინის უნივერსიტეტს კვლევებისა და პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილი წლიური 30 მილიონი დოლარი შეუჩერა. 1,300,000-იანი პატარა შტატისთვის აგრარულ სექტორზე ასეთი დარტყმა სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს. თუმცა როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ეს მხოლოდ წვიმის წვეთებია, სიტყვა მოგვიანებით იქნებაო. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ფსევდოლიბერალების და კონსერვატორების ჯახი შეერთებულ შტატში სერიოზულად იქოქება. განცხადებებიდან და სიტყვიერი დაპირისპირებიდან როგორც ჩანს საქმე მალე სასამართლო დარბაზებში და საპროტესტო აქციებზე გადაინაცვლებს. იმედია ეჭვი არავის ეპარება, რომ Deep State და ამერიკის ოლიგარქიული ოჯახები შვიდად, წყნარად და უბრძოლველად არსად სწავლენ. დროებით.